მითებისა და ლეგენდების მხარე. ოქროს საწმისის სავანი. უძველესი კოლხეთი არგონავტებიდან დღემდე უხილავი ძალით იზიდავს ყველას. ეგრისის ქედის მშვენების, საშკებულისა და ტობავარშხილის შესახებ ბევრი დაწერილა და თქმულა. თუმცა როგორც იტყვიან, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობსო. ჩვენ სამძველ ქართული შეგონებით დამოძღვრილებმა გადავწყვიტეთ საკუთარი თვალით გვეხილა ეს მომუსხველი სილამაზე და ჭუჭელონის ულამაზესი გზით აუყევით ხობის წყლის ხეობის ზღაპრულ სანახებს. მარშრუტი მთაში გაზრდილი მეგზურებისა და ექსპედიციის გამოცდილი წევრებისთვის დიდ სირთულეს აწარმოადგენს. ალპური ზონის დაწყებისთანავე 1000 ველური ყვავილებით მორთული ფერდობები სიმშვენიერის გასაოცარ შეგრძნებას იწვევს. როგორც წესი, პირველი ექსპედიციის წევრებს მეჯოგეთა ერთგული მეგობარი ძაღლი გვეგებება. შემდეგ კი მისი სტუმარს მოწყურებული პატრონი დიდი სიამოვნებით გვეპატიჟება კარეში და ერთბაშად აღმოჩნდით სხვაგან უკვე წაშლილ და აქ ცოცხალ უძველესი წარსულის სამყაროში, სადაც მასპინძლობაც ძველის ძველი მამა პაპურია. შუა ცეცხლი მეტი დუმალებას სცემს მეჯოგეთა მონათხრობს. მითთა ჟამი ცოცხლდება მათ ნაუბარში. სისხამდილით ექსპედიცია აგრძელებს წინსვლას. ყველაფერი წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით ხორციელდება. სულ ცოტა ხანიც და დანიშნულების პუნქტი გამოჩნდება. თუმცა აქ ყოველი კუნჭული თავისებურად ლამაზი და მიმზიდველია. თითოეული ყვავილი და ბალახი თავისებური არომატის მტარებელი. ექსპედიციის ხელმძღვანელი, ტურისტულ სფეროში ექსპერტი ვახტანგ ჩიხრაძე სპეცაპარატურის გამოყენებით ზუსტად ადგენს ტურისტულ მარშრუტის ყველაზე საინტერესო და მოსახერხებელ გზას. სწორედ ამ ნიშნულიდან, რომელიც ზღვის დონიდან 2750 მეტრზე მდებარეობს, იწყება ერთ-ერთი საინტერესო მონაკვეთი, ანუ მყინვარზე ჩასვლა. მეჯოგენი მას ჯიშს უწოდებენ, ხოლო მასზე გავლით შეიძლება ამ საოცარ ტბაზე მოხვედრა. იქ გავლა ერთი შეხედვით ადვილია, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი სწორედ აქაა საჭირო გულისყური და მობილიზება. ამიტომაც ეს გზა ექსპედიციის თითოეულმა წევრმა დინჯად და აუჩქარებლად გაიარა. გზის ბოლოს ზღვის დონიდან 2500 მეტრზე დედამიწის ზურგზე ულამაზესი მასპინძელი ტობავარჩხილი უტყვიმეტყველებით ეგებება სტუმრებს. სწორედ ამაზე თქმულა, როცა სიტყვები უძლურდებიან, იქ სიჩუმე უფრო გასაგებიაო.
Whichal Moritz rapidado di mare nasranina Whichal Moritz rapidado di mare nasranina na ia strani tirima Chemo gore se totare cela strani Stanno poco cini guri dus gogilu aguadona Stanno poco cini guri dus gogilu aguadona ტობა ვარცხილზე თვალის შევლების შემდეგ ბუნებურად მზერად საშკიბულს აწდება. მწვერვალი ხისტი მზერით თითქოს გვატყობინებს, რომ ამ მხარის ბატონ პატრონია და გაიძულებს მოწიწებით მოებრყრა მის სამფლობელოს. ეს ულამაზესი ჩანჩქერები
რომელთა ვარდნა ზოგან 40-50 მეტრს აღემატება, რამოდენიმე კილომეტრზე სამკაულად მორგებია აქაურობას. წყალუხვი ჩქერალები თავაწყვეტნივ მიექანებიან, რათა დროზე შეუერთდნენ, გაამხნევონ და ახალი სიცოცხლე აჩუქონ ლაკუმურას თავის პირმშოს, ხობის წყალს. ტობა ვარცხილზე უხსოვარ დროში ერთი მშვენიერი ლეგენდა დაბადებულა. თქმულების მიხედვით, ვინც ტბაში ეცდებოდა ჭუჭყის განბანას, ან სხვაგვარად უხეშად დაარღვევდა მის მყუდროებას, უეცარი სასჯელის თამდევი ხდებოდა. ქორფაღრუბლები წამში მოიყრიდნენ თავს და კოკისფირულ წვიმასთან ერთად გამაყრუებელი ჭექაქუხილით აიძულებდნენ სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას. ვინ უწყის ეგრე იყო თუ არა, ერთი კი ცხადია. ამ მომაჯადოებელ ბუნებრივ ჰარმონიას გაფრთხილება სჭირდება, როგორც ღვთისაგან ბოძებულ საგანძურს. ირგვლივ დასადგურებულ სულისმაოხ სიმშვიდეს ზოგჯერ არჩვები თუ დაარღვევენ, ან დამრთხალი შურთხების გუნდი. ეს მხოლოდ წამით, შემდეგ კი ყოველივე ჩვეულ რიტმს უბრუნდება. საშკიბული საბრძანებლო გულში იხუტებს მზის თვალხატულას სხივებს და სიცოცხლის უკვდავების ნიშნად თანაბრად ურიგებს კოლხური კოშკებივით დაკბილულ ქედებს.